საღამოშვიდობისა კვირას 9 საათზე თქვენ პოსტფაქტუმს უყურებთ, რომელსაც ჩვენს გუნდთან ერთად მე მიშა სესიაშვილი წარმოგიდგენთ. უმძიმესი დღე მთელი საქართველოსთვის 5 ჩვენი მებრძოლი უკრაინის მიწაზე დაეცა. დაეცა თავისი სამშობლოს თავისუფლებისთვის, დაეცა თავისი ქვეყნის მტერთან ბრძოლაში, დაეცა ჩვენი საერთო მომავლისთვის. პადრი მარკელია, როლანდ კვარაცხელია, ავთო რურუა, რომეო ბირჩხაია, მერაბ ბალადაშვილი. 5-ვე მათგანი ერთად ერთ პოზიციაზე იდგა ბოლო ამოსუნთქვამდე. ბახმუტის ის შემოგარენი, სადაც ჩვენი მებრძოლები დაეცნენ, ახლაც ბრძოლის ველია. ცხედრების გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. თუმცა მცდელობას არავინ აკლებს. დილითაც კიდევ ერთი კონტრჩეტერვა ჰქონდა უკრაინის 57 ბრიგადას, რომლის რიგებშიც ირიცხებოდნენ გარდაცვლილები. თუმცა დამატებითი დანაკარგების გამო და გათვალისწინებით ოპერაცია ჯერჯერობით წარუმატებელი აღმოჩნდა. ეხლა ვარ ქალაქ ბახმუტის მისადგომებთან, სადაც არიან ჩვენი დაღუპულები. გამოსაყვანად შევედით და დაჭრილი ყავს, ვერ გამოვიყვანეთ, ომი იყო. აქვს რა ვიცი გაგვანახულეს და გამოვედით, უკან უნდა დავისვენ და ისევ შევიდეთ. ქალაქ ბახმუტი ჩვენია, ქალაქ ბახმუტის შემოგარენზე არიან მომდგრები. ერთ მხარეზე ბახმუტი ქალაქი ჩვენია. ვაკონტროლებთ ჩვენ. საქართველოს მოკითხვა და გავიმარჯვოთ თქვენთვის წყალობით რა. გუშინ 11 ნოემბერს ქართული რაზმის წევრები ავთო რურუა, რომეო ბირჩხაია, როლანდ კვარაცხელია, პადრი მარკელია და მერაბ ბალადაშვილი ბახმუტთან კადიროველთა თავდასხმას ემსხვერპლდნენ. მაგი იყო თვეჯერმე 3-4 თვე იგი მერე მოვიდა და მერე წავიდა. ერთ თვე ნახევარი და 2 თვე უწასული არის ახლა ამჟამად. არ მეკითხებოდი, არ მინდა მეორე სიკვდილი მეკიდა. რა ვქნა? ორი შვილი შეწილეთ სამშობლოს. ორი და 10 მე მეწილებ. всё. მე უყურე და მეცხოვე და რა უყურე ოსკედელო და პუსურა. 4 თვე იყო უკრაინაში. როლანდი? დიახ. ჩამოვიდა და არ დავალო და გეებარა მამამეს ერთი წესაგან და დავიდა და რასი ამ ბედურება. აფხაზეთში ნაომარი კაცი იყო და სულ წინა ხაზზე ცხოვრობდა, ბრძოლობდა მაშინ უკრაინაშიც. ძმა იყო ჩამოსული, მაგრამ იყო ჩამოსული და ისევ თავიდან გადაწყვიტა წასვლა, ხოლმე და ერთჯერ იყო წასული. ხალმა გადაარჩინა, ჩამოვიდა, მაგრამ მაინც ეს სული, რომელიც მებრძოლის სული ჰქონდა, ვერ გაჩერდა, ვერ მოისვენა და წავიდა. ქართველი მებრძოლები საქართველოსთვის და უკრაინისთვის იღებენ ყველაზე ძვირფას საკუთარ ქალაქი ბახმუტი მთლიანად განადგურებულია, მაგრამ მასზე კონტროლს მაინც უკრაინელები ინარჩუნებენ. მხოლოდ ერთადერთი რაიონი არტიომოვკაა ოკუპანტების ხელში. სწორედ აქ დაეცნენ გმირულად ჩვენი მებრძოლებიც. აი, ეს არის ქალაქი ბახმუტი. აი, შეიბომბება ქალაქი, აი, არავინ არ ცხოვრობს, ტარია ქალაქი საერთოდ ხალხი. აი. ეს ვიხედავთ. აი, ესე გამოიყურება ხალხი, გული მეტკივა, რამოდენიმე თვის წინ სანაკებო ქალაქი იყო. აი, ესე ბომბავენ ქალაქს და ანადგურებენ. მთლიანი ინფრასტრუქტურა განადგურებულია. ქალაქის მახლობლად უკვე რუსი ოკუპანტები არიან, მაგრამ ქალაქში ვერ შემოდიან. ეს ბიჭები ჩამოვიდნენ, მარტში ჩამოვიდნენ ჩემთან. ომი რო დაიწყო მარტში, მარტის მერე ეს ბიჭები იყვნენ ჩემთან. ფაქტიურად სულ ჩემთან რამოდენიმე ორი კვირი უკან მე სხვა ბრიგადაში გადავედი და მაგათ ხელმძღვანელობდა ზმა, რომელიც შეგნებულად არ მინდა სახელი დავასახელო და მაგათ მან იყო მაგ ბიჭები 57 ბრიგადაში. დაღუპულთა, უფრო სწორად, თავისუფლებისთვის ბრძოლას გმირულად შეწირულთა საქართველოში გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ძალიან რთული სიტუაცია არის. ვეკონტაქტებით წინა ხაზზე ბიჭებს ყოველწამიერი ინფორმაცია ვიცით. ძალიან რთული მდგომარეობა არის ბახმუტში, ძალიან რთული მდგომარეობა არის. აფხაზეთის ომის ვეტერნები არიან, სუყველანი, ვინც იქ დაიღუპა
აფხაზეთში ომობდნენ, ვაჟკაცურად ომობდნენ. მაგარი ვაჟკაცი ბიჭები ვაჟკაცურად ჩაებდნენ პირდაპირ ტყვიებით არიან დახოცილება. მაგარი ვაჟკაცი ხალხი ყველა გამოიქცა და ეგენი არ გამოქცეულან. ვაჟკაცურად ბოლომდე შესწირეს თავის პოზიცია არ დატოვეს. აი ადგილი რაც მაგათ ებარათ არ დატოვეს ხალხმა. ყველანაირად სიტყვას ვაძლევთ, სანამ ცოცხლები ვართ, მაგათ სულებს აესი არავის არ ვაჯიჯგნინებთ. გამოვიტანთ მაგ ცხედრებს გამოვიტანთ ყველანაირად ვეცდებით დღეს გვერდში გვედგა უკრაინის 57 ბრიგადა მაგრამ არ გამოგვივიდა ყოველდღიურად იქნება მაგის ცდელობა გამოვიტანთ მაგ ოჯახებს ჩემს ძმებს პირობას ვაძლევთ რომ გამოვიტანთ ვაჟკაცურად გმირულად შეწირეს თავი არ გამოიქცენ კიდე ერთხელ ვიმეორებ არ კატეგორია რომ გარბიან და ტოვებენ ტერიტორიას მათმა არ დატოვეს თავიანთზე რა ტერიტორიაზე წიდნენ ბოლომდე დაიცვეს და დღესაც იწვანა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა რადას დეპუტატმა ოლექსეი გონჩანენკომაც. Я хочу выразить слова соболезнования. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპული ქართველი და უკრაინელი გმირების ოჯახის წევრებსა და ნათესავებს. ეს ქართველი ბიჭები უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ. დარწმუნებულია რომ ქართველი გმირები ამ ომში შეგნებულ წესით დღეს საქართველოში გლოვის დღე უნდა იყოს. საქართველოს ხელისუფლებას არათუ ეს გადაწყვეტილება არ მიუღია, სამძიმარიც კი არ გამოუთქვამს დაღუპულების ოჯახებისთვის ხმამაღლა. დუმილი, რომელიც ყველაზე ხმამაღლა და ყველასთვის გასაგებად ამბობს, სად დგას დღეს ქვეყნის მოქმედი ხელისუფლება. გარდაცვლილებთან ერთად იმ ტრაგიკულ ღამეს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი იმყოფებოდა. გიორგი როინიშვილი სასწაულით გადაურჩა სიკვდილს. ამ ძიმე დროს ჩვენ მაინც მოვახერხეთ და მანაც გამონახა დრო იმისა რომ დაკავშირებოდა და გვესაუბრა ერთმანეთში და ახლა ის ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს. გიორგი, საღამომშვიდობისა, ვიცი რომ თქვენ ერთად იყავით საბედისწერო მისიაზე, თუ შეგიძლია მოკლედ მოგვიყვევი რა მოხდა გუშინ. ბახმუტთან ბახმუტის მისადგომებთან არის პოზიციები მიმდინარეობს ძალიან ინტენსიური ბრძოლები და 7 ქართველი შემადგენლობი შევედით ოპერაციის ჩასატარებლად ხორცში მყოფი ქართველები შევედით დავიკავეთ პოზიცია ნუ შეიცვალა გეგმები გადაიდო შეტევითი ოპერაცია მაგრამ საწყისი წერტილი სადაც რომელსაც ჩვენ ვამაგრებდით ასე ვთქვათ ფლანგს ამაგრებდა ჩვენ გვერდზე იყვნენ ანუ ჩვენ ფლანგზე იყვნენ უკრაინელები ჩვენ რომ მოხსნილიყავით შესაშიშროება შეექმნებოდა უკრაინელებს რომ მათი პოზიციებისთვის ფლანგიდან დაერწყათ ამიტომ გადავწყვიტეთ რომ გავჩერებულიყავით სანამ არ მოვიდოდა საწინააღმდეგო ბრძანება რომ დაგვეტოვებია ჩვენი პოზიციები და გამოსულიყავით უკან. დილისთვის ველოდებოდით ოპერაციის გაგრძელებას. საწყისი წერტილის დაკავებიდან დაახლოებით 9 საათში ძალიან ინტენსიური ბრძოლა დაიწყო. პირველი ტალღა წამოვიდა შეტევის, რომელიც მოვიგერიეთ წარმატებით. ამას რამდენიმე წუთში მეორე ტალღა მოყვა, ისიც მოვიგერიეთ. დანაკარგოთ, მაგრამ ძალიან ინტენსიური ცეცხლი იყო, ცეცხლი წარმოვიდა ავტომატური იარაღიდან, ამქვევიდან, ყუმბათყორცნებიდან, სნაიპერული ცეცხლიდან, მოკლედ მოვიგერიეთ ეს ორივე შეტევა მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა მტრისხლიდან და ასე ვთქვათ შესვენებასავით გამოვიდა რაღაცა 9 საათის განმავლობაში და მე და ჩემი მეგობარი და მეთაური გადავედით მარცხენა ფლანგზე სანახავად იმის რომ რა მდგომარეობა იყო და ფლანგიდან შემოგვიდნენ თუ არა რუსები. აი აქ 30 ეს ტყეში ხდება რომ წარმოვიდგინოთ ეს არის ტყე. ეს მეთაურის ბრძანება იყო თუ ადგილზე მიღებული გადაწყვეტილება? რა საკვირველია, აბა მეთაურმა გამიძახა მე რომ მე რამდენიმე კაცთან ერთად, ერთი კაცი უნდა წამეყვანა და მარცხენა ფლანგი უნდა გამემაგრებინა.
ჯგუფის მეთაურმა დამიზახა და ერთად გადავედით სანახავად მარცხენა ფლანგზე. 5 ჩვენი თანამებრძოლი დარჩა ისე თავის პოზიციაზე. მე და მეთაური გადავედით 30 მეტრით. 30 მეტრიც არ გაგვივილია და ახლობით 20-25 მეტრი. შეიძლება ნაკლებს ახლა ტყეში ცოტა ძნელი გასაცვლელია. და წამოვიდა მესამე ტალღა. ჩვენ ისიც ვერ გავიგეთ, იმიტომ რომ ტუსიერი ტყე არის და საიდან მოდიოდა ცეცხლი, ძალიან ინტენსიური ცეცხლი იყო და ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ჩვენ მივადექით მტრის პოზიციას. ჩვენთან ერთად ასევე იყო კიდევ ერთი უკრაინელი მაიორი. წოდებით ის ჩვენ კოორდინაციას გვიწევდა უკრაინელებთან. აი სამი კაცი მოკლედ ხო წავედით ჩვენი პოზიციებისკენ. ჩვენი პოზიციებიდანაც ცეცხლი წამოვიდა. ცეცხლი წარმოვიდა დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. 15 წუთის შემდეგ შეწყდა ცეცხლი. ჩვენებისკენ გადავინაცვლეთ და იქიდან წამოვიდა ჩვენს მიმართ კიდევ ცეცხლი. დაუძახეთ სახელმწიფო ხე ვიცით რომ ჩვენებიზიან იქიდან და ჩვენ ხო ვერ გავხსნიდით საპასუხოდ ეს. დაუძახეთ ზედმეტ სახელი ჩვენ მეგობარს რომეო ფიჩხაიას კერძოდ, მაგრამ იქიდან ცეცხლი წამოვიდა. წავედით საოკუპაციო წერტილზე, მერე შემდეგ მოკლედ ორჯერ მივედით კიდევ ჩვენ პოზიციებამდე. მაგრამ, ღამე იყო და ჩვენი პოზიციებიდან გვესროდნენ. და აქედან გამომდინარე, იძულებულები გავხდით, რომ ჩამოსულიყავით. ხო, ჩამოსულიყავით ბაზაზე. ანუ საბაზისო წერტილზე. საბაზისო წერტილიდან დილას მოხდა აფრენა დრონების და დრონების მეშვეობით ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენი თანამებრძოლები იყვნენ დახოცილები და ჩვენი პოზიციები იყო აღებული. და მტრის ჯარს ხონდა დაკავებული. ესე იგი ბიჭებმა ორი ტალღა ხო მოივიგერიეთ და მე ეს მესამე ტალღა არ დათმეს, ნაბიჯიც არ ქონდათ გადადგმული, ბიჭებს ყველა თავის ადგილას იყო და თავის ადგილას დარჩნენ. აი ახლაც იქ არიან რა. ოღონდ გარდაცვლილები. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რა შეგვიძლია, არ ვიცი, რაც შესაძლებელი, რაც არ არის შესაძლებელი, ყველაფერს გავაკეთებთ და ვაკეთებთ, რომ გამოვიყვანოთ. ამაზე ვეკითხავთ, მაგრამ თქვენ როგორ აპირებთ ამის გაკეთებას? ბრძოლით დაბრუნებას, ცხედრების მოლაპარაკებებით თუ არ ვიცი, რა გზა შეიძლება იყოს ეს? არ ვიცი, ყველანაირი გზა უნდა გამოიძებნოს, ამას ვცდილობთ ჩვენ ჯერჯერობით. ეხლა ჩვენ რო შევიდეთ ჩვენ სამი კაცი, ჩვენ კიდე სამი მივემატებით. ვერც გამოვიტანთ 5 ცხედრის გამოტანა თქვენ ასე ადვილი ინტენსიური ცეცხლის ქვეშ შეუძლებელია. ასე რომ იქ სხვანაირად უნდა მოხდეს, ან მასირებული შეტევა, ან სხვა რაღაცა. ჩემთვის ეს ეხლა სირცხვილია რომ მე ცოცხალი გამოვედი და ჩემი ძმები იქ დახოცილები არიან. მათ ოჯახებს მე რა უნდა უთხრა? ზოგადად ხედარიც ვერ გამოვიტანე? ან ეს რო ყველაფერი როგორ აუხსნა ეს ყველაფერი. თუმცა ბრძოლაში ვინც ნამყოფია, იმან იცის, რომ ესეთი არეული სიტუაცია ხდება. გიორგი, გისამძიმრებთ კიდევ ერთხელ, თუ შეიძლება მოკლედ მოგვიყევით მათზე, რა შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენ გარდაცვლილ მეგობრებზე? ალბათ, ისინი ჩემი ძმები იყვნენ. მე მათთან ერთად რამდენიმე რაც ომი დაიწყო თითქმის იქიდან ვიბრძვი. აქ. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, მე რა დავკარგე. და რა მდგომარეობაში. მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო საქართველოს დაკარგა 5 უმაგრესი ვაჟკაცი. კაცი. ვისაც ეთქმის, რომ კაცია. მე ამაყი ვარ, რომ მე მათი მეგობარი ვიყავი და ვითვლებოდი მათ მეგობრად. მე ამაყი ვარ. ეს ჩემთვის საამაყო. ეს ნებისმიერი კაცისთვის საამაყო იქნება და ნებისმიერი დედამიწის ზურგზე იამაყებდა ამ ასეთი კაცების შვილებად ყოველს. იამაყებდა ამით.
სამწუხაროდ საქართველოში სხვათა შორის ესეთი ადამიანები არ ფასობენ, არ ფასდება, არც მათი ამაგი, არც მათი საქციელი. კიდევ ერთხელ მე გისამძიმრებთ და მადლობასაც გადაგიხდით იმ წარმოუდგენელი მსხვერპლისთვის და გმირობისთვის, რასაც თითოეული მან მებრძოლი ქართველი ახლას ჩადის. ამ ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა. სამწუხაროდ ესეა, საქართველოს ჩამოყალიბდა უმადურ ქვეყანა და რატო ვერ ხვდები? თავის შვილების მიმართ უმადურ ქვეყანად ყალიბდება და ჩამოყალიბდა. საკმაოდ დიდი ხანი აფხაზეთის ომის შემდეგ აფხაზეთის ომის ვეტერანები რო კუჩაში მათხოვრებად არიან ქვეყანაში რომლის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია და რომლის შვილების 13 თვის და 13 დღის განმავლობაში ავტომატით აკავებდნენ ამხელა იმპერიას რომლის შვილები აქ რავი სასწაულებს ჩადიან და კვდებიან ყველაზე დიდი დანაკარგი გვაქვს ქართველებს ყველაზე დიდი კონტინგენტია ქართველების აქ უკრაინელების გვერდში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ყველაზე დიდი კონტინგენტი უცხოელების მხრიდან და აი ამ ხალხს დაფასება ჭირდება ჩვენ აქ ფულისთვის არ ვიცით ეს ბიჭები აქ ფულისთვის არ მომკვდარენ რა თქმა უნდა დათო ქუქჩიშვილი და 57 ბრიგადა უკრაინის შერეღებული ძალების დღეს ცდილობდა გარდაცვლილების ცხედრების გამოყვანას სამწუხაროდ წარუმატებლად ამაზე რა შეგიძლიათ მოგვიყვეთ დათოსთან ერთად იბრძოდნენ ეგ ბიჭები მეც მათ შორის დათო და ჩვენ მეგობრები ვართ და კაციც იზვის აქ და მაკაცს ეთქმის ისე როგორც ჩვენ ამ ეთქმის ო ვიბძით ყველაფერს ვიზამთ რომ გამოვიყვანოთ ყველაფერს ვიზამთ დათოც ყველაფერს გააკეთებს დარწმუნებული იყავით დათო ყველაფერს გააკეთებს რაც შეიძლება რომ ეს ჩვენი ბიჭები გამოიყვანოს მე მაპატიონ მათმა ოჯახებმა რომ მე ვარ ცოცხალი გასაგებია ალბათ გიორგი ალბათ ხშირად საუბრობდით თქვენს მეგობრებთან როცა იყო ამისი შესაძლებლობა ბუნებრივია რაზე ოცნებობდნენ ისინი რაზე ფიქრობდნენ რა სურდათ რას ნატრულობდნენ საქართველოს გამძლიანება საქართველოს გაწყინება ნორმალურ ქვეყანად ჩამოყალიბება გამარჯვება თავის ოჯახებთან ჩახუტება ამ გამარჯვების აღნიშვნა საქართველოში. სხვათა შორის ყველა ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა რომ ამ აქ გამარჯვების შემდეგ აფხაზეთში ჩასულიყავით და იქ აღვნიშნა საბოლოო გამარჯვება იმპერიას. ეს იყო ყველა ჩვენი სურვილი. ის ბევრი მათგანი აფხაზეთიდანაა დიდი უმრავლესობა დევინი. ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის ამ ინტერვიუსთვისაც დრო რომ გამონახეთ ჩვენთან ჩასართავად განძლეობას გისურვებთ განძლეობას უსურვებ გიორგისაც და ყველა ქართველ მებრძოლს რომელიც ახლა უკრაინის და საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძვის შინ გამარჯვებით დაბრუნებას გისურვებთ დიდი მადლობა ხალხმა რომ მადლობა ჩემი ნუ აი ბიჭებითი ამაყე ვინც იქ დაწვნენ და იქ წვანან მადლობთ მაგრამ დიდი მადლობა თქვენ. ეს იყო გიორგი როინიშვილი, ადამიანი რომელიც მხარდამხარ იბრძოდა ტრაგიკულად გარდაცვლილ 5 სხვა მებრძოლთან ერთად, 5 სხვა ქართველ მებრძოლთან ერთად. ის უშუალო თვითხილველი და მონაწილე იყო იმ სისხლიანი მოვლენებისა, რომელიც გუშინ განვითარდა და რომელმაც 5 ჩვენი თანამოქალაქე სამწუხაროდ შეიწირა. კიდევ ერთხელ შინ ცოცხლად და გამარჯვებით დაბრუნებას უსურვებ გიორგისაც და ყველა იქ მებრძოლ საქართველოს მოქალაქეს დიდება გმირებს აუცილებლად გაიმარჯვებს უკრაინას და აუცილებლად გაიმარჯვებს საქართველოს მასთან ერთად. ბახმუთთან ბოლო დღეებში მტრის ალყაში მოექცნენ ჩვენი უკრაინელი და 57 ბრიგადის ქართველი მეომრები წერს პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ერმაკი სწორედ სოციალური ქსელით გამოეხმაურა და მიუსამძიმრა სრულიად ქართველ ერს ეს ძალიან დიდი ტრაგედია ეს ძალიან დიდი დანაკარგი რომელიც არა მხოლოდ საქართველოს არამედ ბუნებრივია უკრაინის დანაკარგიც არის ცნობილია დაჭრილი ქართველი მეთაურის და 5 დაღუპული ქართველი ჯარისკაცების შესახებ წერს
ერმაკი. ისინი იბრძოდნენ მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის. თავისუფლება აერთიანებს საუკეთესო ადამიანებს ავტოკრატიულ ბოროტებასთან ბრძოლაში. მე ნამდვილად თანავუგზნობ ჩვენს ქართველ ძმებს და ასევე მადლობას ვიხდი ყველა მეომრის მიმართ, ვინც იბრძვით ჩვენთან ერთად. ეს იყო პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადება. 33 გმირი, 33 ქართველი მებრძოლი დაეცა უკრაინაში, მაგრამ დაეცა საქართველოსთვის და ჩვენს მტერთან ბრძოლაში. არც ერთი გარდაცვლილი გმირის სამძიმარზე ხელისუფლების წარმომადგენელი არ მისულა და ჩვენ არ გვინახავს. და ოფიციალურად სახელმწიფოს ქვეყნის ერის სახელით ამ გმირების ოჯახისთვის სამძიმარი არ გამოუცხადებია რომელიმე ოფიციალურ პირს. უკრაინაში მებრძოლ ჯარისკაცებს ოცნების წარმომადგენლები თითქმის არასდროს ახსენებენ ხოლმე. მათ არც გამარჯვებას უსურვებენ და არც ცოცხლადში დაბრუნებას, მაგრამ იმ იშვიათ გამონაკლისს შემთხვევებში, როცა ახსენებენ ამ ჯარისკაცებს, მათ ხან ტერორისტებად რაცხავენ, ხანაც დაქირავებულ მებრძოლებს ეძახიან. სწორედ ისე, როგორც ამას კრემლის პროპაგანდა აკეთებს. ჩვენი შემდეგი რეპორტაჟის მთავარი გმირი ამ წუთებშიც ბახმუტთან იბრძვის. როცა მასთან ინტერვიუს წერდით, ტრაგიკული ამბავი ჯერ მომხდარი არ იყო. გიორგი რუსიტაშვილი სულ ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა გმირის წოდებით დააჯილდოვა. თუმცა უკრაინაში გმირად შერაცხული ჯარისკაცი საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებამ კრიმინალად გამოაცხადა და დევნილად აქცია. პროფესიონალ სამხედრო მოსამსახურეს Facebook პოსტის გამო ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ასევე Facebook-ით მიუვიდა შეტყობინება უკრაინის კიდევ ერთ ქართველ გმირს, გიორგი კასრაძეს. კასრაძემ ამ Facebook ლინკზე გადასვლის გამო ფორმალურად სამართალ დარღვევა ჩაიდინა და საკუთარ სამშობლოში ძებნილად გამოაცხადეს და პატიმრობაც დაუსწრებლად შეუფარდეს. ნახეთ, როგორ ექცევა უკრაინაში მებრძოლ ქართველ გმირებს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება. ინტერვიუს ჩაწერას უკრაინაში მებრძოლ გიორგი რუსიტაშვილთან პარასკევს ვიწყებთ. ის ამ დროს სხვა ქართველებთან ერთად ბახმუტისკენ გადაადგილდება. დიახ, ეხლა ვიყავით ჩვენ ხერსონის ოლქში ვიყავით 2 თვის განმავლობაში. ეხლა გადავადგილდებით ისევ დონეცკი, ლუგანსკი და ესე მივყვებით რა. არ ავჩერდებით, არ ვისვენებთ. ეხლა მივდივართ, ბახმუტის მიმართულებით. გადავადგილდებით. მასთან ერთადაა მისი ძმაც. ინტერვიუს ჩაწერიდან რამდენიმე საათში ბახმუტში შეტაკებები იწყება, სადაც 5 ქართველი ჯარისკაცი იღუპება. გიორგი უვნებელია, ბრძოლას ის ამ წუთებშიც აგრძელებს. ის პროფესიონალი ქართველი სამხედროა და ქართულ ჯარში წლების მანძილზე მსახურობდა. ბოლოს ვაზიანში მეოთხე ქვეით ბრიგადაში ირიცხებოდა. გიორგის მკერდს უმშვენებს უკრაინის გმირის ორდენი. ბოლოს ის პრეზიდენტმა ზელენსკიმ გმირობისა და მამაცობის ორდენით დააჯილდოვა. ეხლა ისეთ დავალებაზე ვიყავით, ერთ დავალებაზე წავედით, რომ შევასრულეთ ეს დავალება და ქვეყნის მეთაურმა გადმოგცა სახელმწიფო ორდენი რა. ეს არის ზამუჟისთვის, ესე იგი გმირობისა, თავდაცვირობისა და მამაცობისთვის არის ეს ორდენი. ქართველი სერჟანტი და უკრაინის გმირი საქართველოში ვერ ჩამოდის. მას საქართველოს მთავრობამ ციხე 1 წლის ვადით მიუსაჯა. მიზეზი Facebook პოსტი იყო, რომელიც გიორგიმ სალომე ზურაბიშვილის Facebook კედელზე განათავსა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა განგრენა უწოდა ეგრეთ წოდებულ აფხაზეთს და როგორც სამხედრო და როგორც ემოციურ ფონზე კომენტარები დავწერე, ცოტა ისეთი კომენტარები, მუქარაში ავიფხეს და მომისაჯეს 1 წელი. სჯერავს, რომ ომი მალე დასრულდება. საქართველოში დაბრუნდება და აუცილებლად გამთლიანებულ ქვეყანაში გააგრძელებს ცხოვრებას. თვლის, რომ ეხლა როგორც მისთვის, ასევე ყველა ქართველისთვის ბრძოლის ხაზი უკრაინაზე გადის. გაიმარჯვებს უკრაინა, გაიმარჯვებს საქართველო. მშვიდობით დაბრუნება ომისგან დაღლილს ყველაზე მეტად სურს. ამიტომ ის გირაოზეს თანახმა იყო და ჯარიმის გადახდაზეც, მაგრამ უკრაინის გმირჯარისკაცს უთხრეს, რომ საქართველოში მას მხოლოდ ციხე ელოდება. ერთწლიანი ციხე მომისაჯეს რა, ყველაზე ბოლო რაც იყო, შეიძლებოდა ან ჯარიმა გადამიხადა, შეიძლებოდა რაღაც სახელმწიფო სამსახურში 140 საათი მემუშავა უხერხასოდ, მაგრამ ერთწლიანი ციხე მომისაჯეს. რაც ყველაზე ბოლო იყო. დიახ, დამაპატიმრებდნენ და გადამიყვანენ პირდაპირ მოსახლეად. საქართველოში დასაბრუნებლად გიორგი ოცნებას 9 თვის მანძილზე არ წყვეტდა, მაშინაც კი, როცა მძიმე კანტუზია მიიღო.
ალყაში მოგვაქციეს სეპარატისტებმა და გამოდიოდი ჩასაფრებაში ვიყავით რა. კანტუზია მივიღე და ტრანები მივიღე აფეთქების შესახებ. ეს ხო დონეცკის ოლქი, ქალაქ ვალნავახაში. გიორგის უკვე მიუსაჯეს ერთწლიანი ციხე, თუმცა ის მარტო არაა. ფიქრობს, რომ უკრაინაში მებრძოლ ქართველ ჯარისკაცებზე დევნა შესაძლოა ომის დასრულების შემდგომაც გაგრძელდეს. მოსჯილი მაქვს ამასთან დაკავშირებით მარტო მე ვარ და ისე პრობლემებიც აქვს ბიჭებს ხა სხვადასხვა პრობლემები არის ის პრობლემაც რომ უკრაინაში ვბრძოლობთ კიდე მაგაზეც პრობლემა აქვს საქართველოში მაგალითად 2017 წელს 18-ში ჩამოვდიოდი მე საქართველოს შეგულებაში აეროპორტში პასტენად პრობლემა იქნებოდა ხოლმე გვაჩერებდნენ ხოლმე დაკითხვები მიდიოდა ხოლმე და ისეთი რაღაცეები რა 2-3 საათი გვაჩერებდნენ ხოლმე აეროპორტში ხოლმე რა მსგავსი პრობლემები ქართული სახელმწიფოსგან გიორგი კასრაძესაც შეექმნა. ის 2008 წლის ომის მონაწილეა. უკრაინის მხარეს ჯერ კიდევ რუსეთის პირველი შეჭრისას 2014 წელს იბრძოდა. 2018 წელს კი ის 6 ქართველ ჯარისკაცთან ერთად საქართველოში დაბრუნდა. ეს პერიოდი სალომე ზურაბიშვილის არჩევნებს დაემთხვა. რამდენიმე დღეში გიორგიმაც იგივე Facebook-ით ანონიმისგან სექსუალური შინაარსის შემცველი ვიდეო მიიღო. რამდენიმე საათში კი ის დააკავეს. კასრაძეს ვიდეოს გახსნას და შემდგომ გავრცელებაში ადანაშაულებდნენ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ანალოგიური შინაარსის ვიდეო გიორგისთან ერთად მიიღო იმ დარჩენილმა 6 ჯარისკაცმაც, ვისთან ერთადაც ის უკრაინიდან დაბრუნდა. უკრაინიდან რო დავბრუნდით, საქმე შეგვითხსეს და დაგვაკავეს მიზანი მიმართულად პროვოკაცია მოგვიწყო. ქართული ოცნების ხელისუფლება. რომ მათ ჩვენი ეშინიათ და ესა და ყველანაირად ცდილობდნენ რომ გავენეიტრალებინეთ, ეს იყო მიზეზი მეტი არაფერი. 7 მეგობარი ვიყავით, 7 მებრძოლები და პატრიოტები ვიყავით. 1 წელი ჰქონდა პირობით და ნაწილი კიდე 2 მეგობარი ხდის 2 წელი მათ აქვთ პირობით. ივლისში გასწრაფ. სასამართლო პროცესები უსაშველოდ იწელებოდა. საბოლოოდ მათაც ერთწლიანი ციხე მიუსაჯეს. არაფერი მე მქონდა პირობით იმის ჯავრი, მათ შორის რა ვიცი. ბანკიდან გამოვიტანეს ცეცხლი რომ მეყიდა ოფიციალურად და წამოსულიყა და უარი მითხრეს ამ ყველაფერზე გამოვიდა ოფიციალური ვადა და მე აგვისტოში შევძელი უკვე რომ უკრაინის ჩამოსულიყო. რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ პატრიოტებს გირაო დააკისრეს. ამის შემდგომ კი გაზაფხულზე რუსეთი უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრა. გიორგი გირაოსთვის ფულს ვერ შოულობდა. მას უკრაინაში დაბრუნება და მტერთან ბრძოლა ისევ სწყუროდა. ჩვენი ქვეყნის პატრიოტები ვართ პირველის ყოვლისა და არა ჩვენი მტრები. так მისთვის ვართ რომ ჩვენი მტერი განადგურდეს და აქ თუ მოვიგებთ ომს დაუცილებლად გავემარჯვებთ. აფხაზეთის დასამაჩაბლოს ძალიან მალე დავიბრუნებთ. ასე დარჩა მაშინ ბრძოლის პირველ თვეებში გიორგი საქართველოში. უკრაინაში კი მისი ბიძაშვილი არკადი კასრაძე წავიდა. აპრილის თვეში გიორგის დაურეკეს და უთხრეს რომ ლუგანსკში გმირულად დაიღუპა მისი ბიძაშვილი არკადი კასრაძე. ამ ფაქტის შემდეგ გიორგის საქართველოში ვერანაირი ციხე და მთავრობის წინააღმდეგობა ვეღარ შეაჩერებდა. ის უკრაინაში წავიდა. ჩემი ღვიძლი დახორცი იყო, ჩემი ბიძაშვილი იყო, არკადი ნემელოდებოდა და ცოცხალს ვერ ჩამოუსწარი. არკადი რო ჩამოასვენეს, მე კაცული ვთქო, თქვი დაკრძალვის შემდეგ რომ მე ჩამოვიდოდი და გავაგრძელებდი ბრძოლას. მე როგორც კაცი და როგორც ვაჟკაცი მე ჩემს ტყვაში ვარ. რა მოხდება მისი საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჯერ არ იცის. არ ვიცი, არც მაგისი არ მეშინია, მაგისი რომ მეშინოდეს აქ. არ ვიქნებოდი ნამდვილად დაჭერის რომ მეშინოდეს, არც სიკვდილის არ მეშინია, იმიტომ რომ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანი. თუ დაჭერა უნდა კიდე, რაც დაბრუნდები თუ დაბრუნდი, ერთმანინებოს დამიჯერონ არც მაგისი არ მეშინია.
დღეს უკვე 5 თვე გავიდა, რაც ის უკრაინაში იბრძვის. ეხლა გიორგის ერთადერთი სადარდებელი, მისი თანამებრძოლი 2008 წლის ომის მონაწილე მამუკა ჩხიკვაძეა, რომელიც 1 წლის წინ ოკუპანტებმა ნიქოზიდან გაიტაცეს. ჩხიკვაძე ტატუნაშვილის შემდეგ მეორე სამხედროა, რომელიც ოკუპანტების ტყვეობაში მოხვდა. რამდენიმე დღეში 10 დეკემბერს 1 წელი გავა, რაც ქართველი სამხედრო ცხინვალის იზოლატორში რუსმა ოკუპანტებმა დაატყვევეს. 10 დეკემბერს მოხდა მამუკა ჩხიკვაძის გადაცემა. მისი წინაპრების საფლავზე იყო ასული, როგორც ვიცით. და იქიდან მოხდა მისი გაყვანა. 10 დეკემბერს გვისრულდება უკვე 1 წელი. არანაირი შედეგი არ არის მის განთავისუფლებასთან დაკავშირებით. ერთადერთი უბრალოდ საიმედო წყაროდან ვიცით, რომ მამუკას მდგომარეობა ნორმალურია, მაგრამ აი დღესდღეობით ამ დროის განმავლობაში ხდება რა ეს შეხვედრები, მოლაპარაკებები, მაგრამ არანაირი საიმედო არა გვაქვს ინფორმაცია მის განთავისუფლებასთან დაკავშირებით. მეგობრები, ნათესავები, თანამებრძოლები, ეხლა ყველაზე მეტად მამუკას დაბრუნებას ელიან. თუმცა 1 წელი ისე გავიდა, რომ მამუკას გათავისუფლების საკითხზე საქართველოს ხელისუფლებისგან არაფერი ისმის. ქართველი ჯარისკაცი კვლავ ოკუპანტების ტყვეობაში, ცხინვალში რჩება. დედაქალაქის მთავარ მოედანს, იქ სადაც წმინდა გიორგის მიერ დრაკონის დამარცხების სცენაა უკდავყოფილი, უკვე რამდენიმე დღეა ამშვენებს წარწერა მშვიდობის ქალაქი. აი ამ მშვიდობის ქალაქში გუშინ მძიმე ამბავი მოვიდა. მშვიდობის ქალაქი დღეს დაცემულ გმირებს გლოვობს. მშვიდობის ქალაქში მომდევნო დღეებში 5 ცხედარს ჩამოასვენებენ ფრონტის ხაზიდან. ამ მშვიდობის ქალაქმა პუტინის ომის დაწყებიდან უკვე 33 თავისი შვილი დაკარგა. მშვიდობის ქალაქიდან 40 კილომეტრში რუსის ტანკებით განან და საქართველოს მოქალაქეებს ახლაც იტაცებენ. ეს მშვიდობის ქალაქი კიდევ უამრავ ტრაგიკულ ისტორიას იტევს თავის თავში, უამრავ უსამართლობას, უამრავ ჩაგვრას და ცინიზმს. არადა კალაძის ამ სლოგანით ძალიან ადვილია გამოიცნო ხელისუფლების პროპაგანდისტული მიზანი და გათვლა. ერთის მხრივ ეს არის საკუთარი მოსახლეობის ისევ ომით დაზაფხვა და დაშინება. მეორეს მხრივ ეს საკუთარი უსუსურობის და უნიათობის გამართლებაა. აი სამაგეროთ მშვიდობას მივახციეთო და რა სალაპარაკოა სხვა ყველაფერი, როცა სასწორზე მშვიდობა დევსო. საინტერესოა როგორ მიაღწიეს ამ ყველაფერს, მაგრამ ეს ცალკე ისტორიაა. ვის თუ არა თენგო გოგოტიშვილს აუცილებლად გაუჩნდებოდა შეკითხვა. ხომ არ არის ეს მშვიდობა ზედმეტად მყიფე? ან ამ სიტყვის გამოყენება ხომ არ არის სრულიად უადგილო? აბა რომელი ხართ მაგარი ბიჭი ან გოგო? რომელი გაბედავდა იტყვით, რომ მშვიდობა არ მოგწონთ? და რომელი ეტყვით ახლა ამას ბორინკა რადნოის, რომელიც ამ მშვიდობას არა მხოლოდ გაძალებთ, არამედ გაყვედრით კიდეც. ადამიანები არსებობენ სამწუხაროდ აღმოსავლეთ ამ ქვეყანაში, რომელსაც სიტყვა მშვიდობაც კი აღიზიანებთ და შემდეგ წინთ ომის პარტიის წარმომადგენლებს რომ ეძახით. დიახ, მშვიდობა იყო, არის და იქნება მუდამ მთავარი ღირებულება, რაზეც ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა. ცივილიზებული სამყაროს სახელით კალაძე რომ გელაპარაკება და მშვიდობის ფას გიხსნის, სხვა გზა არ გაქვს მოусმენ. მერე დაფიქრდები ნეტავ, ვისგან აქვს ეს სიბრძნე ნასწავლი და შეწოვილი. რა თქმა უნდა, ერის მამისგან, რა თქმა უნდა, ილიასგან. არა, გამოცვალეთ სურათი, სხვა ილიაზია საუბარი, ერის ნამდვილ მამაზე. ამას ილიას კი ეძახიან ხელის ბიჭები და ხელის გოგოები, მაგრამ სინამდვილეში იმ სულცხონებულთან მამის სახელის მეტი არაფერი აკავშირებს. გრიგორიჩობის გარდა იოტის ოდენიც რომ მქონდეს საერთოდ თავისი მე-10 კლასის პროგრამიდან ემახსოვრება ცარეალ მშვიდობის ფასი. ემახსოვრება განსხვავება თერგსა და ჭაობს შორის. იმ ომის გაგრძელება ეს ფაქტურად, რაც 2008-ში პუტინმა მოიგონა საქართველოსთვის იძულება მშვიდობისათვის, აი ამ ჭაობისათვის იძულებაა და თან პლუს ვართ უკანაეძო და ვაწოდებთ ამ შეერაღებას რუსეთს იმისათვის, რომ მათ დახოცონ უკრაინელები. და მე ალბათ ჩვენ რაღაც ახნის მე. მაგრამ ამ ილია ექვთიმე პელესაც უნდა გაუგოთ. ხომ ვიცით რა ნესტარითაც არის ნაჩხლეტი? ნესტარია თუ რაც არის მაგან იკითხოს. მთავარია ვისი ნაჩხლეტია და რამდენად ძლიერად.
ფაქტია, რომ ის ბრძენი კაცი იმჩხვლეტით აცრილია ყველაფერზე, რაც შეიძლება არ მოეწონოთ ხაზეინებს მოსკოვში. რომელსაც რემლის არ ჯერა და საერთოდ აღარავის ინდობს. აგერ უახლოეს მეგობარ ლუკაშენკას საგარეო საქმეთა მინისტრ მაკეის, ვისაც ბელარუსის ყველაზე პროდასავლელ მმართველად იცნობდნენ, უცებ გაუჭერდა გული, რომელსაც არასდროს შეუწუხებია. გამგებმა გაიგო, აგერ კარტოფილის ბაცკას უკვე მაგრად აწუხებს გული. მოკვდა კაცი, მაგრამ არ მორჩენილა კინო. რეჟისორი ხომ ცოცხალია. თითქოს ქოცის ანალიტიკოსებს განგებ გამოეხმაურაო რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ. ფსბ-ს პოლკოვნიკმა გენადი გუდკოვმა გუშინ მარტივად ახსნა. ბალტიის ქვეყნები თვლიან, რომ ისინი გახდებიან პუტინის შემდეგი სამიზნე. მაგრამ თუ მას ქვეყნის მართვის საჭესთან დავტოვებთ, შემდეგი სამიზნეები იქნებიან საქართველოს, სომხეთი და ყაზახეთი. იქ უფრო მარტივად იზამს საქმეს. ჩათვალეთ, რომ ნაღმის საათის მექანიზმი ჩართულია და ციკციკებს. მოვა დრო და აფეთქდება. მშვიდობა კარგია, იმიტომ რომ ომის ფასი ძალიან დიდია. იღუპებიან ადამიანები, ნადგურდება მათი ქონება. მაგრამ ივანაშვილის სამყაროში განა რა არის უფასო მშვიდობა რომ იყოს. აღმოჩნდა, რომ ისის ძალიან ძვირი ღირს. ცალკე დაკარგული, ანუ ბორდერიზებული კვადრატულ კილომეტრებად. ცალკე ქვეყნისთვის წართმეულ ნებად გააგზელოს ბრძოლა. ივანაშვილი საქართველოში მშვიდობა იქამდეა, სანამ ომია უკრაინაში. როგორც კი მისი ხაზეინი გადაწყვეტს, რომ უკრაინას უნდა გაეშვას, მაგრამ რეიტინგულად გამარჯვებები მაინც სჭირდება, იმ წამს ამოქოქავს სხინვალსა და გუდაუთაში დარჩენილ ტანკებს. არც კალადისა და მისი 800 ქურდის მოერიდება, არც ბორინკა რადნოისა, რომელმაც 10 წელი ნამდვილად სამაგალითო ნამესტნიკობა გაუწია თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში. არც დოლარიანზე რო კაცი ხატია ფრანგული იმასაც აქვს ნათქვამი რომ არ არსებობსო კარგი ომი და ცუდი მშვიდობა ესო ტყუილი არისო ეს არისო ფარისევლების გამოგონილია ეს ყველაფერი არ არსებობს ეგეთი რაღაცა არსებობს ომი და არსებობს მშვიდობა არსებობს ადამიანები რომელიც მუდმივად უნდა იმზადებოდეს მშვიდობისთვის როგორ უნდა იმზადებოდეს საომრად მშვიდობა რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის და იმ გამოწვევების ფონზე რაც ხდება რეგიონში, რა ვითარება სოფლიოში, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანი პირველი რასაც ინატრებს, ჩაიფიქრებს, ეს არის მშვიდობა. კალაძე ამ შემთხვევაში არაფერი არ არის, როგორც ზოგადად არ არის არაფერი. გარდა კატალიზატორისა, ჩოხატაურში რომ დაეწერათ იგივე, ჩოხატაურის მერს ექნებოდა შემოსალაწუნებელი. გურჯაანში რომ ექნათ გურჯაანისას. იმიტომ რომ მშვიდობაზე საუბარი 2023 წლის დამტექს ნებისმიერ ქართულ ქალაქში უხამსობაა. ოღონდ კალაძისგან ეს 10 მაგი უხამსობაა, რადგან საახალწლოდ უკვე 10 თვე იქნება, რაც უმოწყალოდ ნადგურდება კიევი. ქალაქი, რომელსაც მის სპორტულ წარმატებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ოღონდ უკრაინას, კიევსა და კალაძეს შორის ხიდი ჩატყდა, როდესაც იქ მეორე მაიდანმა პუტინის ხელისუფლება შეცვალა. მაშინ უკვე გადიკაცებულმა და გაქოცებულმა იგრძნო, რომ მოკავშირე იანუკოვიჩის დამარცხება კარგს არაფერს უქადდა. არის ერთი ქუჩა, გრუშევსკის ქუჩა, სადაც ხდება ეს შეტაკება და მეორე ცენტრალური ქუჩა, სადაც აქვთ კარვები გახსნილი. ანუ თქვენ ფიქრობთ, ანუ რისი თქმა გსურთ, რომ გრუშევსკის მოედანს არ სცდება პოლიტიკური კრიზისი? პოლიტიკური კრიზისი რა მდგომარეობაც არის, ეს არის რეალობა. ერთი არასაც ჩვენ უყურებთ ტელევიზიით მოწოდებულ ინფორმაციას და მეორეა რეალობა. ასეთი პოლიტიკური ალღოს მქონე კაცი დედაქალაქის მერა და პარტიის გენერალურ მდივანად უნდა დააწინაურო, აბა სხვა როგორ. ასეთი გაგისახებს კაპიტულაციას, ხალხურად წაწოლა, ან კიდევ სხვა რამ რომ ჰქვია, დიდ გამარჯვებად. ასეთი იტყვის, რომ იმ ძველმა ილიამ არაფერი იცოდა და მხოლოდ ახალი ილია გაიყვანს თავის ერს ისტორიის სამშვიდობოს. რომ ცარიელ მშვიდობა, ცარიელს ტბამაგზე ნამდვილად მისწრებაა და უხმარ სატევარს ზუსტადაც ჟანგი უნდა დაედვას. ეს ჩვეულებრივი აი დიდი რაღაცა ბოროტი პროპაგანდის ნაწილია, რასაც ეწევა საერთოდ რუსეთი, ეს ტერორისტული სახელმწიფო და სამწუხაროდ ჩვენც ამის ნაწილი გავხდით და ეს აქაც არ არის მოფიქრებული, ეს არ არის არც დღევანდელი ხელისუფლების მოფიქრებული. ამ ხელისუფლების ამორჩეულს ბევრი ფიქრი არ უყვარს. ამიტომ კოლექტიურ კალაძეებს, ელისო ბულქვაძეებსა და მდინარაძეებს თითქმის სრული გარანტია აქვთ, რომ არავინ კითხავთ. ეგ მშვიდობა თქვენი დამსახურებაა? თქვენ რა გააკეთეთ მშვიდობის მისაღწევად? უბრალოდ გაიყურსეთ, როცა თქვენს ქვეყანაზე ძალადობდნენ. და გამოთქვით ცოტა ისე ამონეთკიდებაც. რადიკალურ ოპოზიციას რომ არ მოსწონს მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში ეს ახალი არ არის. მათ რომ არ მოსწონთ ეკონომიკური ზრდა, მათ რომ არ მოსწონთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი და მათ რომ არ მოსწონთ ქვეყანაში სტაბილურობა და არ მოსწონთ განვითარების ის პროცესი, რომელიც გვაქვს, ეს არის ზუსტად
რაზეც ჩვენ საუბრობდით ამ წლების განმავლობაში. მშვიდობა საქართველოში რამე ობიექტური საფუძველი აქვს? ერთადერთი 2012 წლიდან რუსმა აქ ისეთი რეჟიმი დაამყარა, რომ ომი არ უღირს. ჯერ არაფერი სჭირდება, რადგან მიზნები, რომელთა მიღწევასაც უკრაინაში თებერვლიდან ცდილობს საქართველოში ივანაშვილის ხელით აისრულა. თუნდაც აგერ ბერლინის ნაძვისხი აჩვენეს, ხო, სადაც უკრაინის დროშებით არის მორთული. აქ აი პრაღაში არის რაღაც მქონი საგარეო საქმეთა სამინისტროზე არის პუტინი რაღაც პლაკატი, რომელიც ჩასვენებული არის კუბოში. იქ აი ვილნიუსში მაგალითად რუსეთის საელჩოსთან დიდი წარწერა გააკეთა ეს, რომ ესე იგი ჰააგაში გელოდებით და ასე შემდეგ და ამას სახელმწიფო აკეთებს თვითონ და ჩვენ ხო ესეთ რაღაცებს აქ ვერ ვხედავთ. თუ საქართველო უკრაინას არ დაუჭერს მხარს, პუტინს აქ საქმე გაკეთებული ჰქონია. დენაციფიკაციასა და დემილიტარიზაციაც, მარტივად სახელმწიფოს დეგრადაცია. ამას სახელმწიფო აკეთებს თვითონ და ჩვენ ხო ესეთ რაღაცებს აქ ვერ ვხედავთ. აი ჩვენთან კი ადამიანო ჩამოვა ნამდვილად იგრძნობა ეს განწყობა, როგორი სოლიდარულია მოსახლეობა უკრაინის დროშებია გამოფენილი ყველგან, ეს უფრო ძირითადად მაინც ინდივიდუალური ხარჯები და არა სახელმწიფო სტრუქტურების შენობებზე ვთქვათ ან ერთადერთი პრეზიდენტის სასახლეზე გამოჩნდა ცოტა ხნით ხო უკრაინის დროშა და მე რატომაც მოხსნეს ისე. უკრაინასთან რა თქმა უნდა უხერხულია, უკრაინასთან ჩვენ ზედიზედ ვჭამთ სიცხვილს. ზედიზედ, აი ყველა ნაბიჯი არის უკრაინასთან თავის მოჭრა. ნუ თუ ომი არ შეგილია და თუ ბრძოლა არ შეგილია, გაჩუმდი მაინც, ნუ იძახი რაღაცა საოცრებებს. კადრების ამბავია, ივანაშვილმა სათანადო კადრების შერჩევა იცის. ბევრი გაცხრილა ამ წლებში და ბოლოს სასურველი შედეგი მიიღო. ყველაფრის მკადრებელი შემადგენლობა. რომ გეტყვის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს და თუქშია ქვეყნის მტერი ყოფილხარო. ან ოკუპანტი რუსეთია, მაგრამ ახლა მთავარია ყველა ხიდი დასავლეთთან ჩავტეხოთ, რომ მართლა არ გაგვიხსნან ევროკავშირისა და ნატოს კარებიო. საუკუნეების განმავლობაში, ესე იგი საქართველოს ტერიტორიების და უკრაინის ტერიტორიების საზღვრები ერთმანეთს ემთხვეოდა, ურთიერთობა იყო და რანაირად შეიძლება ეხლაც მით უმეტეს ესე იგი შავი ზღვა, ესე იგი რუსებს აქვს გაჭრილი ეს ჩვენს შორის ის კავშირი, ხო, აფხაზეთის ტერიტორიის მითვისებით და მისი კონტროლით, თორე საერთო საზღვარი გქონდა შავ ზღვაზე, საერთო საზღვარი გქონდა ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან ხმელეთით, ამიტომ შეუძლებელია ესე ახლოს ჩვენგან მივიდოდეს რამე ომი და ჩვენ ვიყო მშვიდობაში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ძალიან თბილად მიიღეს მოკავშირეებმა, ისევე როგორც ბოსნია-ჰერცეგოვინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრები. ჩვენ გამოვხატეთ სოლიდარობას სამივე პარტნიორთან. ფიქრობ, უკრაინის ამბავმა ჩვენ გვასწავლა, რომ ამ ქვეყნებს ახლავე უნდა დავეხმაროთ, სანამ პროცესები არასწორი მიმართულებით წავა. როდესაც ქართულ ხელისუფლებას ანტიდასავლურობაში სდებთ ბრალს, ყოველთვის ასეთებს აგაფარებენ ცხვირზე. აბატონო, ნატოს გენერალურმა მდივანმა გვახსენაო და ნამდვილად გვახსენა. ოღონდ რატომღაც არა უკრაინასთან ტანდემში, როგორც ამას განუწყვეტლივ აკეთებდნენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ, არამედ სხვა ქვეყნებთან ერთად. ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, რომელმაც ჩვენი ნანატრი მაპი 12 წლის წინ მიიღო, მაგრამ დაწყებას ხეირიანად ვერ დაადგა საშველი. და მოლდოვასთან, რომელიც კონსტიტუციით საერთოდაც ნეიტრალური ქვეყანაა. და უკრაინა? უკრაინაზე ნატოსა და ევროკავშირით ცალკე საუბრობენ. მის საკითხს ცალკე განიხილავენ. მის მინისტრებს, პრემიერებსა და პრეზიდენტს ცალკე ხვდებიან. იმიტომ რომ უკრაინის ნაწილი ოკუპირებულია. უკრაინის ნაწილში ომია. ჩვენთან კი მშვიდობაა. განა ასე არ თქვა ხელისუფლებამ. თავაზობთ, რომ ერთწლიანი მორატორიუმი გამოაცხადოთ მაგალითად მშვიდობის საგრძელოზე საქართველოში, როგორ შეიძლება მშვიდობის საგრძელოს დალევა, როდესაც უკრაინაში არის ომი. ანუ ამ დონეზე კომიკურები არიან ეს ადამიანები, რომ მშვიდობა როცა გამოგაქვს სლოგანად, ესეც კი აღიზიანებ. ვერ მალავენ, რომ მათ სურთ ომი საქართველოში. აქედან გამომდინარე, ისინი ებრძვიან არა სლოგანს ამ შემთხვევაში და წარწერას, არამედ ისინი ებრძვიან სწორედ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში. ისინი რა თქმა უნდა ამ მიზნის მიღწევას ვერ ეღირსებიან. ესე აღიქმება ხო ალბათ ყველასთვის თვითონ უკრაინელებისთვის, რომ აი თქვენთან აი ომი არის, ესეთი უბედურება, შუქი არა გაქვთ, რაღაც ბლოკადა არის და აი ჩვენთან ესეთი მშვიდობა არის. როცა დედაქალაქის თავარ მოედანზე ესეთი რაღაც წარწერა ჩდება, ამას ხედავს ყველა და ეს აღიქმება როგორც ჩვენი თელის საზოგადოების გაზრი. ისინი კი ეუბნებიან ეს რუსი კონსულტანტები და უფროსები რა უნდა გააკეთონ, მაგრამ თვითონ ვერ ფიქრობენ ამას რა შეიძლება მოყვეს. ეს ნამდვილად ლამაში დარწმუნებული ვარ, რომ მათ ამისი ანალიზის უნარი არ აქვთ რა. და ვერ ხვდებიან საითკენ მიდიან თვითონ ის ქვეყანა საითკენ მიყავთ და რაღაცა საკუთარ შვილებს და შვილიშვილებს რო ვალებს კიდევ არა თვითონ საითკენ მოხვდებიან ამას ვერ ფიქრობენ ისინი რა. ლელდღუნიას არ ქონია განათლება. არ ყოფილა დიუსელდორფის უნივერსიტეტის დოქტორი. არასდროს დაუფუძნებია ბანკი მოსკოვში. მილიარდები ხომ არ უშევნია და არ უშევნია. მაგრამ ჰქონდა სიბრძნე, რაც ცხოვრებით შეიძინა და სინდისი, რაც ცხოვრებით არ გაუყიდია. ოდესღაც დიდგულა ყოფილა საქართველო. გენერალი კვინიტაძე თავის მოგონებებში რო იგონებს
ახალგაზრდა იყო და სამხედრო სასწავლებელში რო სწავლობდა, გლეხი რო შეხვდა. მაშინ და რაო გენერალი გამოდის, შენ რაო გენერალი გაგუძღვებიო წინ რუსების წინამდე, რას მიყურებს ამ სახლით 10 რუსს ვცემო. ვიღაცა სწორი კითხვა დაგებადებათ. ცოცხალია თუ არა კვინტაძისა და ლელდღუნია საქართველო. ან რომელი ილია საქართველოა უფრო ხილული, მართლისა თუ ჩარჩისა. ამეებს რომ სწორად უპასუხებთ, მერე თავისთავად გაეცემა პასუხი კითხვებს. აქვს თუ არა აზრის სინდისზე საუბარს იმათთან, ვინც ხელისუფლებაში 9 თვის ბავშვის გვამით მოვიდა. და თუ შეიძლება თავს უმშვიდობიანს უწოდებდეს ქვეყნის დედაქალაქი, რომელმაც გუშინ მტერთან ომში 6 საუკეთესო შვილი ერთად დაკარგა. და რამ შეიძლება გაახაროს და ასე ამონოს პუტინს ჩამონათვალი რომ არსებობდეს, ალბათ იქ ერთ-ერთი ნამდვილად იქნებოდა ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის პატიმრობა და ჯანმრთელობის უკიდურესი გაუარესება. მოსალოდნელია ყობა და გარდაცვალება. ამას ამბობენ ის ექიმები, რომლებმაც პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა თვეების განმავლობაში ემპათიას კვლევის ფარგლებში შეისწავლეს და მძიმე დასკვნებამდეც მივიდნენ. მართალია საპირისპიროს ამტკიცებს იუსტიციის სამინისტრო და ქართული ოცნება, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო სასამართლოზე მესამე პრეზიდენტს დასწრების საშუალება არ მისცეს და შესაბამისად საზოგადოებას არ მისცეს იმისი შანსი საკუთარი თვალით ეინახა და შეეფასებინა, ვინ იტყუება და ვინ აზრიადებს. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ მესამე პრეზიდენტი ერთადერთი გამონაკლისია პენტენციურ დაწესებულებაში მყოფ 1000-ობით პატიმარს შორის, რომელსაც აკრძალული აქვს ტელეფონზე წვდომა და ტელეფონით სარგებლობა. სააკაშვილს რომ უკვე დამოუკიდებლად გადაადგილებაც უჭირს, დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როცა გაირკვა, რომ მას გაურკვეველი წარმომავლობის სისხლჩაქცევები აქვს სავარაუდოდ წაქცევისგან მიღებული. არის თუ არა მისი ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობა საკმარისი მიზეზი სასჯელის გასაუქმებლად ან გადასავადებლად, სააკაშვილის ადვოკატი ვარაუდობს, რომ სასამართლო ამ საკითხზე უკვე მომდევნო კვირას იმსჯელებს და იმედოვნებს, რომ მოსამართლე ობიექტურ რეალობას თვალსაც გაუსწორებს. მანამდე კი მაია ლომიძე იმ ვიზიტორებს შეხვდა და გაესაუბრა, ვისაც საშუალება ჰქონდა მესამე პრეზიდენტი ბოლო დღეების განმავლობაში მოენახულებინა. რას ყვებიან ისინი? რა ხდება ოთახში, რომელსაც ციხის საკანი უფრო ეთქმის, ვიდრე საავადმყოფოს პალატა და როგორ იქცა მესამე პრეზიდენტი კაცად, რომელსაც ვეღარ იცნობთ. ბადრაგის ერთ-ერთი წევრი არის პირველ სართულზევე. ვივამედის პირველი სართული ისე გამოიყურება, როგორც ჩვეულებრივი საავადმყოფო. პრეზიდენტი მეხუთე სართულზეა. როგორც კი იღება ლიფტის კარი, იქ ხდებათ რკინის დიდი ჯებირები, სადაც ჩვენ კონტროლს გავდივართ. ვივამედის მეხუთე სართული ისე გამოიყურება, როგორც ჩვეულებრივი ციხე. იქ სასჯელს ერთადერთი პატიმარი იხდის. გისოსებით ლიფტთან და კიდევ ერთი ასეთივე კარით შუა დერეფანში. და ის ზღურბლი, რომელიც მეორე რკინის კარით უნდა გადალახო და გაიარო, იქ არის მხოლოდ მიშა, მედპერსონალი, რომელიც პირად კონტაქტშია მიხეილ სააკაშვილთან და პენტენციური სამსახურის წარმომადგენლები. გარეთ ორი ბადრაგი იყო, დერეფანშიც რამდენიმე იჯდა, სადღაც 3-4 ალბათ და მითხრეს, რომ აგერ აქ შეგბრძანდით. ვიზიტორებს ყველა ნივთს გარეთ ატოვებინებენ, საყურესაც, საათსაც, სხვა ნივთებს, რასაც კლინიკაში არ გვიმოწმებენ, მაგრამ ციხეში აკრძალულია. რატაც დაინახავ, ეს იყო თითქოს 2 ოთახივით, მაგრამ სანახევროდ გაყოფილი. სავარძელზე სანახევროდ წამომჯდარი იყო ადამიანი, წინ მეორე სავარძელი ედგა და ფეხები ეწყო, სისტემა ედგა. შევხედე ცხადია ამ ადამიანს, მაგრამ კიდევ მოვიხედე, რომ ვიფიქრე, რომ სხვაც არის, რატომღაც. გავიხედე საწოლისკენ, საწოლი ცარიელი იყო და მომესმა, რომ მოდი გვერდით დაჯექი. ნამდვილად მიხეილ სააკაშვილი იყო, ხმით ნამდვილად შეიწნობდი. კაცი, რომელსაც როგორც ამბობენ, ვეღარ იცნობ, ნატო ჩხეიძემ ორშაბათს მოინახულა. ავადმყოფი პაციენტი, სიტყვები ხომ არსებობს საიმისოთ, რომ დაავადების მქონე ადამიანი აღწერო. ჩემი შეტყობით ეს იყო სნეული ადამიანი, რადგან სნეულება ალბათ უფრო მეტია თავისი სემანტიკით, ვიდრე დაავადება. არის ძალიან გამხდარი, ფაქტობრივად არის კახექსიური და
აი იმ ხელებით და იმ კიდურებით, რაც მე დავინახე, მოძრაობა, ვიფიქრე, რომ არის ფაქტიურად შეუძლებელი. შემოვიდა ექთანი, როგორც ჩანს, სიცხესაზომი უკვე ჰქონდა, ჩადებული და უთხრა, რომ რამდენი გრადუსია ვნახოთო. სააკაშვილმა მარჯვენა ხელით გადაწია მარცხენა ხელი, ამოიღო საზომი, მისცა და მერე მარჯვენა ხელით ისევ გადმოწია მარცხენა ხელი. პრეზიდენტის პალატაში ფანჯრები თეთრი გაუმჭვირვალე საღებავით არის დაფარული. მიხეილ სააკაშვილმა ბოლოს ცა ნახა გზაზე საავადმყოფოდან სასამართლომდე და იმავე გზაზე უკან. მიშას პატიმრობის შემდეგ ნაბიჯი არ გადაუდგამს, ჩაკეტილია წელიწადი და რამდენიმე თვე იმ გარემოში, რაც მას თავისუფლების ზონას უკეტავს და რატომ მეც მთხოვია, რომ იქნებ როგორმე გავიაროთ კორიდორში რამდენიმე ნაბიჯი. მე ვგრძნობ, რომ მიშას არ სურს საბადრაგოს სამსახურთან, თანამშრომლებთან გაიაროს როგორც პატიმარმა. ეს მას არ სურს, არ აკეთებს ამას და ნაბიჯს არ დგავს, მიშას ზღურბლიდან ფეხი არ გადაუდგავს. რით დამეწყო არც ვიცოდი. თითქოს მინდა რაღაცის დაწყება და არ მინდა, ამიტომ რომ მითხრა, რომ მოდი აქ დაჯექი ახლოს, აი ნელ-ნელა გადავადგი ნაბიჯები, რომ იმ დროის მონაკვეთში იქნებ რაღაცა მომეფიქრებინა. უხერხულობა ესართულებს სიტყვების პოვნას გვიხსნის პრეზიდენტის მეგობარი. მან ეს ყველაზე მეტჯერ გადალახა, ყველაზე რთულად პირველ ჯერზე. პირველი დღე არ დამოვეწოდება, პირველი შევედი და როდესაც ვნახე პირველად პატიმარი მიხეილ სააკაშვილი. 100,000-ობით ადამიანს, მილიონობით ადამიანს მოუტანა თავისუფლება, შეუცვალა ცხოვრების წესი, გემოვნება, ცხოვრების ხარისხი. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფაქტორები და ძალიან უხერხული, როდესაც ასეთ ადამიანს ხედავ შენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რაღაც ბორკილ დადებულს. ვუთხარი ის, რომ ძველი აღმოსავლური თქმულება არის მეთქი, რომ როდესაც ყველაფერს გადაუკეტავს ადამიანს ცხოვრება და თითქოს გამოსავალი არსად არ არის, დაუტოვებს ერთ სარკმელს, საიდანაც მოვა შვება, საიდანაც მოვა გამოსავალი და ეს სარკმელი აქ სადღაც არის მეთქი. მითხრა, რომ ჩემი სარკმელი უკრაინაა. Il suffit d'évoquer son nom en Ukraine. ყოველდღიურად, ყოველწამიერად უყურებს უკრაინის ამბებს, ყველა ენაზე, რადიოთი, ტელევიზიით უსმეს ფრანგულ გამოშვებებს რადიოთი, იმიტომ რომ იქ საბადრაგო სამსახური დაბნეულია, რა ენაზე უსმეს, რამდენ ენაზე უსმეს, ამოვლენებს, იმიტომ რომ ამას საკმაოდ ხმამაღლა უსმეს. მისი სიცოცხლის მიზანი, მისი სიცოცხლის სურვილი მდგომარეობს იმაში, რომ მან მალე ნახოს გამარჯვებული უკრაინა. მიხეილ სააკაშვილის ინტერესების სფეროები დროსთან ერთად ვიწროვდებოდა. დროსთან ერთად ის პაემნებზეც სმენელად იქცა. თავიდან სულ ვის ლაპარაკობდა და მე მას უსმენდი. თანდათანობით ეს სურათი შეიცვალა. თანდათანობით ახალქალაქის კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტი მახარებლად იქცა. ამას ქვია კეთილი უწყება, სახარება, ანუ ესე იგი ეს არის კეთილი უწყება, ეს კეთილი ამბავი მაცხოვრის განკაცების შესახებ და ადამიანების გადარჩენის შესახებ და მე მთელი ჩემი ცხოვრება მიუძღვენ იმას, რომ ადამიანებს ეს ამბავი მივახარო. ანუ მას ეს როგორც მე ვატყობ, ეს ამბავი ახარებს. თავად მღვდელ მთავარმა კი პირველი დიდი სიხარული ამ ურთიერთობაში რამდენიმე თვის წინ განიცადა, როდესაც მისმა მრავალწლიანმა მცდელობამ ნაყოფი გამოიღო და პრეზიდენტის სულიერი მამა გახდა. სანამ ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო ქვეყნის, მაშინაც ჰქონდა მე მისი მიმართ შეთავაზებები, მე როდესაც უცხოეთში იყო, კიდევ რამდენჯერმე შეუთვალე და შევთავაზე და რაღაცნაირად ბუდიში მომიბუდიშა და მითხრა რომ არ შეუძლია, შეუძლებელია ახლა მისი ცხოვრების წესთან გამომდინარე, დიახ. და ეხლა ესე იგი დამთანხმდა, რომ ის ზიარება, რომელიც მე მას პირველად მივაღებინე და ის ახსარება, რომელსაც დღეს ამბობს და ეზიარება, ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. და ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ როგორი ფორმალურიც არ უნდა იყოს, ეს არის სისხლი და ხორცი ქრისტესი, რომელიც ადამიანს ცulis. სასულიერო პირები ციხეებშიც და საავადმყოფოებშიც გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობენ და ეს პრივილეგია ცოტა პრეზიდენტსაც ხვდება. ძალიან მოწონდა ჩემი ღვინო, იმიტომ არ შეიძლება არ მოეწონოს ადამიანს, მე ესეთი ღვინო მაქვს, რითიც მე თვითონ წირვას ვატარებ. ეს ღვინო მიმქონდა და ძალიან მოწონდა. ეს ღვინო
სანამ მის მიმართ არ გაჩნდა ახალი შეთავაზება მისი ვენახიდან, მის ვენახში იწურება რაღაცა ყვარელში, ესე იგი ეს არის საფერავი, რომელიც არის გადასარევი. მეც გავსინჯე ის ღვინო და ეხლა ის ღვინო შემაქვს მისი. პრეზიდენტის მენიუ ასეთია: თითო ყლუპი ღვინო, თითო ლუგმა საკვები და ბევრი ფინჯანი ჩაი, რომელსაც ის გაჭირვებით სთხოვს მომვლელს. ვინც მას კარგად იცნობს, იცის რამდენად უჭირს მას თხოვნა ზოგადად, როდესაც საქმე თუნდაც წვრილ მანევს ეხება და თუნდაც მრავალჯერ დღეში დიდი ბოდიშებით იწყება და დიდი მადლობებით მთავრდება. მადლობა ძალიან უხერხული არის ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენი მადლობა არის მისი კარგად ყოფნა. ქეთი ღვინიანიძე პრეზიდენტის დღისა და ღამის ექთანია. ის მიხეილ სააკაშვილს ვივამეთში გადაყვანის დღიდან უვლის. იმ დღიდან მისი გრაფიკი კიდევ უფრო დატვირთულია, ორჯერ მეტი მორიგეობებით. თავისი სურვილიც არის, იმას ვეკითხათ, უნდა რომ ხშირად მასთან ვიყო. უბრალოდ ძალიან რაღაც ისეთი თვალით შემომხედა, ყველასთან ერთია, სამი გოგო ვართ, მან და სამივე ძალიან უყვარვართ და სამივეს მოსვლა უხარია, იხიმის, სამწლებს უთებდი, რაღაც სხვანაირი ურთიერთობაც გვაქვს, იცით, აი მეგობრული პაციენტის და მეგობრული ესეთი ურთიერთობა მის მიმართ პატივისცემას ხედავს ჩვენგან და ამის გამო ვცდილობთ რომ რაღაცნაირად შევუმსუბუქოთ მას აქ ყოფნის დრო. მე ხა იმასაც გეტყვით, რომ ახალ წელსაც მასთან ერთად გვინდა შევხვდეთ ჩვენ. თუ მანამდე რამე ისეთი არ მოხდა, რა ვიცი, ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. აი, ხო ხდებით არის, მინდა რომ კარგად იყოს ეს ადამიანი და კომფორტულად გრძნობდეს თავს. აი, მართლა რასაც ქვია, თვალებში უყურებენ და შესიცინებენ და უნდათ რომ უკეთესად იყოს. ბადრაგიც, რა თქმა უნდა, ბადრაგიც. ბადრაგიც. კი. ოღონდ ეს არაფერს არ ცვლის ეს. მე ხა უკვე ცოტა დაშინებული ვარ შედარებების ესე იგი რომ გავაკეთო, იმიტომ რომ მე ძირითადად სულ წმინდანების ცხოვრებაზე მუშაობ. არ ვიცი სხვას რა შევადარო და ასეთი რამ, როდესაც ადამიანს მიუსაჯეს რაღაც არას, რა ვიცი, რაღაცა და მე ბადრაგი კარგად ექცეოდა, ასეთი მაგალითებიც აქვს ისტორიაში, რომელიც მე ფატალურად თავდება, მიუხედავად ბადრაგის კარგი მოქცევისა, გესმით? ნართაულების წაკითხვა ადვილია, უფრო რთულია იმის გამოცნობა, რასაც ვივამედიდან გამოსულები არ გვიყვებიან. ძალიან ბევრჯერ გამოსულს დუმარეთ მანქანაში ჩამჯდარვარ და ჩამიწერია, რომ ეს არ დამავიწყდეს. რომ ეს არ იყოს შემთხვევითი დიალოგი და მე ეს უნდა დავიმახსოვრო. დავიმახსოვრო არა ჩემთვის, დავიმახსოვრო ისტორიისთვის. დედის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს ყველაზე ხშირად ეკა ხერხეულიძე ნახულობს. თითქმის ყოველ ჯერზე პრეზიდენტს დაბალი სიცხე აქვს. ჩვენ არ ვიცით მიზეზი, ეს ტემპერატურა რისგან არის გამოწვეული. მე კი არ ვიცი, ექიმები ვერ ხვდებიან ამას და რა თქმა უნდა ეს არის ჩემი შფოთის საგანი. ერთხელ ძალიან გავნერვიულდი, იმიტომ რომ ძალიან მაღალი ქონდა ტემპერატურა და მიშა მითხრა, რომ იცი რომ მე მქონიაო ასეთი ისო. და ესე უგანიცდიო შენ რაღაც უბრალოდ ჩემი დამშვიდებაც სადა და იყოვა ეგეთი პერიოდიო ცხოვრებაში. მე ვიყავიო ამერიკაშიო ზუსტად იმ პერიოდშიო, როდესაც ჩასულიო, როდესაც აფხაზეთი დავკარგეთა. მაშინ დამეწყო სიცხეებიო. და ბიძაჩემსო დავყავდიო ექიმებთანო და ვერავინ ვერ გაიგო რა მჭირდაო. ვიღაც დღეს ვერ ცნობს მიშას, სხვა კი ხვდება რომ აქამდე არ ცნობია. ზოგადად მე ახლო ურთიერთობა ესეთი მიხეილ სააკაშვილთან მანამდე როცა პრეზიდენტი იყო, მე არ მქონდა. მე მას პატივცემდი როგორც დიდ სახელმწიფო მოღვაწეს, მაგრამ ეხლა არის სრულიად სხვა ურთიერთობა ჩვენ შორის. მე ის შევიყვარე როგორც ადამიანი. ეკა ხერხეულიძეს ცხოვრებამ ორი განსაკუთრებული შესაძლებლობა მისცა. საქართველოს ორი პრეზიდენტის ყველაზე კრიტიკულ ეპიზოდებში მათ გვერდით ყოფილიყო. ქვეყნიდან დევნილი ლიდერები მას ენდობოდნენ ყველაზე რთულ დღეებში, როცა უკვე უამრავი ღალატი ენახათ, როცა მათ რუსეთი ქართველების ხელით კლავდა. პირველად ის 18 წლის იყო. მაშინ არასდროს არ მიფიქრე, როდესაც 4 ქალაქს გავდიოდი იმისთვის 90-იან წლებში, რომ ჩავსულიყავი საქართველოს პირველ პრეზიდენტად და ჩამეტანა თქვა საკვები საჭირო რაღაც, ან გასავრცელებელი მასალა, ან წამომეღო ზუსტად გამსახურდიას ტექსტი, ან ასე შემდეგ, ამ რისკებზე გასულა მე ხლა არ ვიცი შემიძლია თუ არა. მაგრამ როდესაც მიხეილ სააკაშვილთან მე ხლა შევდივარ, მე ხლა ვაცნობიერებ საჩევდივარ. მე ვიცი ყოველი ჩემი ნათქვამი სიტყვა როგორ უნდა ავწონო, რა არ მივაწოდო ინფორმაციის სახით, რაც მას ოდნავ მაინც გაანერვიულებს არ ვისაუბრო ამ თემაზე და მხოლოდ მისი სულიდან გამომდინარე ვიმოქმედო. და მე მადლიერი ვარ განგების, რომ ნამდვილად მყო ღირსად ღმერთმა იმისა, რომ მე შემიძლია ამ პერიოდებზე ვისაუბრო, მაგრამ ნათლად ვხედავ, რომ
მიხეილ სააკაშვილს არც შემთხვევაში არ ექნება ის ბოლო რაც ზვიად გამსახურდიას ქონდა. ჩვენ ყველა ვგრძნოთ, რომ ამბის ბოლო ახლოსაა. უბრალოდ არ ვიცით, როგორი იქნება ეს დასასრული. ეს არის ადამიანი, რომელიც ჩემ თვალდახელშუა დნება, ნამდვილად ესე აღვთ რა. გონება ნათელია? კი, გონება ნათელია, მადლობა. ფიქრობ, რომ ამის იქით უარესი მეტი რაღაცა. საზოგადოებას წარმოდგენა არ აქვს ის რა მძიმე მდგომარეობაშია. წარმოდგენა არ აქვს მიხეილ სააკაშვილი დღეს როგორ გამოიყურება. ეს არის ადამიანი, რომელიც თითქოს სიკვდილმისჯილი ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად იფერფლება, დნება, არ კარგავს ადამიანობას და მასში ძალიან ძლიერია იდეალური ადამიანისთვის დამახასიათებელი ადამიანური თვისებები. მე ის წყობიდან გამოსული, მე ის ადამიანური სახისგან დაკარგული იმ ტკივილების ფონზე, რასაც ის განიცდის, უბრალოდ არ მინახავს. ჩვენ ამ კომენტარების მსმენელთა უმრავლესობას მოსმენილი გაზვიადება გვგონია. სააკაშვილის მოწინააღმდეგეები შიშობენ, რომ მხარე სიტუაციას სასჯელის გადავადებისთვის აზვიადებს. სააკაშვილის გულშემატკივრებს კი იმედი აქვთ, რომ ეს გაზვიადებულია. რა უნდა გავაზვიადო? უკეთესად არ არის. უარესად არის ყოველ შესვლაზე გესმით და ეხლა როდის ამოიწურება ეს ადამიანური რესურსი, მე არ ვიცი. ვერ გეტყვი, შეიძლება დიდხანს იცოცხლოს და ჯვარი წერია. იქნებ გაუძლოს კიდევაც ამ ყველაფერს. მაგრამ ყოველ მისვლაზე უარესად ხდება. ოღონდ ახლა ეს რა ვიცი, თუ რანაირი გაძვიადება ახლა ეს არის. მართლა ესეა, კი არ ვიტყვი, ყველა მიცის მე ქვეყანაზე რომ მიტყველებს ამბობ. ყველა მიცის. ის რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ჩვეულებრივი ადამიანი და არ შეიძლება ეს ჭირდეს, ეს არის უმთავრესი. როგორ ეკა მე ხვდებიან ადამიანები და მეკითხება. ვიშა მართლა ცუდად არის, სიმართლე მითხარი, მესმის რასაც ეთერში ამბობ, მაგრამ ჯერაშინ, მაგრამ სიმართლე მითხარი, ვიშა ხო კარგად არის. და ხვდები ეს ადამიანები რას მეკითხებიან. და მეორე და მთავარი ის არის, რომ მიშა და პოლიტიკა ერთმანეთთან ადამიანის გონებაში არ იმინჯდება. და ეს ყველაფერი არის ერთობლიობა, რაც ადამიანებს უნდობლობას ურჩენს და ფიქრობს, რომ რაღა აზრი აქვს მერე პოლიტიკურ ცხოვრებას, თუ მიშა გაემეჯნება პოლიტიკას და თუ მიშა შესაძლებელია ჩვეულებრივი ადამიანივით აღესრულოს. საკუთარ თვალებს ადამიანები უფრო მეტი ხალისით უჯერებენ. ეს ხელისუფლება მიცის და შესაძლოა პირველ პატიმარს ბოლო სასამართლოზე დასწრების უფლება ამიტომაც არ მისცა. მაგრამ ეს მიხეილ სააკაშვილმაც იცის. წავალ ახლა მეთქი როცა უთხარი, წადიო მითხრა, წადი და თქვი, რაც აქ ნახე. და იცით ეს იყო არა თხრობითი წინადადება, არამედ თხოვნა. შიშები რა თქმა უნდა ყოველთვის არის, მაგრამ არავის არა ვარ ჩვენ დასწაული არაფრისგან. როცა მით უმეტეს ადამიანი არასრულყოფილად იკვებება და მას აქვს ბევრი რიგი დაავადებები, რაც თქვენ მოისმინეთ. ყოველთვის მობილიზებული უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, მე პერსონალი მას მაგისთვის ყავს, რომ ყველანაირად მზად ვიყოთ ყველაფრისთვის. კეთი, როგორ ფიქრობთ, შემდეგ სასამართლო პროცესზე შეძლებს თვითონ წასვლას? ძალიან უნდა ეხლა წამოსვლა, სხვათა შორის უნდა წავყოლოდით კიდევაც მოითხოვა რომ წავყოლოდი, მაგრამ ფიზიკურად ვერ მოახერხა ადგომა და წამოსვლა. ეს იყო ექიმების გადაწყვეტილებაც, რომ არ შეიძლებოდა მისი ტრანსპორტირება, თორე თვითონ უნდა. ვერ გეტყვით, მოახერხებს თუ არა ამას ალბათ არ ვიცი, არ მგონია, რა ვიცი. ჩემი აზრით არ ვიცი, ხვალ რა იქნება და ვერ გეტყვით წინასწარ. ვივამედის მეტპერსონალი ყველაფრისთვის მზად არის. ყველა შესაძლო გამოსავლისთვის, როგორც ამბობენ ხოლმე და ამაში გამოუვალ სიტუაციასაც გულისხმობენ. ის ხო გაასამართლეს. ეს რამდენად სამართლიანია, რამდენად ეს სხვა კითხია, მაგრამ ხო გაასამართლეს, ხო მიუსაჯეს. და სიკვდილის ხო არ მიუსჯიათ მისთვის. აი სიკვდილმისჯილია რა ეს პატიმარი. მე მაქვს იმედი, რომ ის აუცილებლად გადარჩება, მაგრამ შიში და საფრთხე არის რეალური თავისთავად და მე მაქვს ადამიანურად ეს შიში, რომ მე არ ვნახო მიშა იმ კონდიციაში, სადაც ვიტყვი, რომ ამას აღარაფერი არ ეშველება და არც არაფერს აღარ აქვს მნიშვნელობა. ეხლა ჩვენ ვართ ამ კონდიციაში ნამდვილად. საზღვრის იქით დასჯა მხოლოდ ღმერთის უფლება, ადამიანის უფლება არ არის, რომ ჯოჯოხეთში ამყოფოს ცოცხალი პიროვნება. ღმერთის უფლებებში ნუ შევალთ ჩვენ ადამიანები. ეს სიუჟეტი ყველა წესით აქ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მიტროპოლიტის თხოვნით მისი მიმართვით დავასრულებთ. მას კი სამი სათხოვარი აქვს. პირველი წასაკითხი. ძალიან მინდა გთხოვოთ ყველას, რომ
წაიკითხოთ, არ მიწყინოთ ეხლა რასაც ვიტყვი, წაიკითხოთ გაბრიელ გარსია მარკესის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა. ეს არის ფაქტიურად არქეტიპი, როგორ გააკრეს იესო ქრისტე ჯვარზე. ამის შესახებ არის რა. როგორც ეს კი არ ჩანს სადმე და კი არ იკითხება იქ. ეს არის აი ეს ქრისტეს ჯვარცმის არქეტიპი, როდესაც მაცხოვარი წინასწარ ამბობდა, რომ აი მოვა ეს დრო ამ დღეს ჯვარზე გამაკრავენ, მომკლავენ, აი ამას ყველაფერს ყვებოდა, ეს ყველა მიცოდა და ეს მაინც მოხდა ეს ყველაფერი. აი რაღაც ამაზეა. იქ სხვა შინაარსია, სხვა ისტორია, მაგრამ ეს არის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა. და ის დაწერა გაბრიელ გარსია მარკესმა, რომ გააფრთხილა კაცობრიობა, რომ ეს არსებობს და რომ სიფრთხილეა საჭირო ამასთან დაკავშირებით. როდესაც ყველა მიცის და მაინც ხდება. ეს ერთი. მეორე თხოვნა მოსასმენი. აი კიდე დასჯა არის პატებრის და მოკლედ აი მის გადარჩენას თხოვს. იუთუბერი მღვდელმთავარი ვიდეოებს ყოველ შაბათს აახლებს. ამჯერად 198 საუბრის მოსმენას გთხოვს, რომელიც წმინდა ლეონარდოს შესახებ ჩაწერა და საფრანგეთში მოღვაწე ტყვეთა გამათავისუფლებელი წმინდანის შესახებ მოგვითხრობს. და მესამე თხოვნა მოაყოლა, სალოცავი. მე მჯერა ღრმად რომ ღმერთი არსებობს, ხედავს ამ ყველაფერს და ჩვენ ვთხოვთ რომ ღმერთის პირდაპირ ჩარევა მოხდეს ამ ამბავში. მე მინდა ესე იგი მოგმართოთ ყველას. რეფერენდუმი მინდა რომ ჩავატაროთ. იცით როგორი? ესე იგი, ვინც თulis აი ესე წერია სახარებაში, რომ თუ ორი ან სამი ადამიანი შეთანხმდება და ითხოვს ერთი და იგივეს ღმერთი ამ თხოვნას შეასრულებს. აი მე მინდა შემოგთავაზოთ ესეთი თხოვნა ღმერთს რომ მივმართოთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი რომ მან მკურნალობის კურსი გაიაროს უცხოეთში. აი რომ არ მოკვდეს. აი უბრალოდ ერთხელ პირჯვარი გადაიწერეთ და თხოვეთ უფალს და მე მგონია რომ თუ ამ რეფერენდუმში ვინც პირჯვარს გადაიწერს ის უფრო მეტი იქნება ესე რომ ვთქვა არა რაოდენობრივად მაინდამაინც არამედ ტელეარსები გულით და მე მგონია რომ თუ ჩვენ ღმერთს ვთხოვთ ამას მე მგონია რომ ღმერთი ჩაერევა და მე ძალიან დიდი ემედი მაქვს რომ ახლა თხოვამდე ეს საკითხი გადაწყდება და მე ვიძახი მხოლოდ ერთ რამეს იმკურნალოს უცხოეთში და განიკურნოს იმ სნეულებისაგან რომელიც არც ვიცით რა არის აი მე კიდე ერთხელ ვიწერ პირჯვარს ილოცეთ პრეზიდენტისთვის თუ კი ვინმე მესამე თხოვნას ასე გაიგებს მღვდელმთავარი უსათუოდ შეუსწორებს როგორც ჩვენ შეგვისწორა პრეზიდენტისთვის კი არა საქართველოსთვის ილოცეთ ესე იგი ჯვარი წერია და ის თუ მოკვდება მისი სულისთვის ეს შეიძლება არ იყოს მისი სულისთვის უფრო როგორ გითხრა ჩვენთვის უფრო საზიანო იქნება ვიდრე მისთვის ქვეყნისთვის ამ ქვეყანაში თუ პრეზიდენტი ციხეში მოკვდა ეს იქნება ქვეყნისთვის ძალიან დიდი კატასტროფა ჩემი აზრით ვიღაცამ შეიძლება ამაზე თქვას რომ არა უშავს მაგრამ მე მგონია რომ უშავს ანუ ჩვენ ქვეყნისთვის ვუწევთ ფაქტია რომ მრავალთვიანმა მკურნალობამ ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო და ვერანაირი პროგრესი ვერ იქნა მიღწეული 8 თვიანი პაუზის შემდეგ სახალხო დამცველის კონსილიუმი საგანგებო ვიზიტით დღეს კლინიკა ვივამეთში იმყოფებოდა. სხვადასხვა პროფილის 4 სპეციალისტმა მიხეილ სააკაშვილი გასინჯა და სამედიცინო დოკუმენტაციასაც ადგილზე გაეცნო. ექიმების უმძიმესი შეფასება ცნობილია, სააკაშვილის მდგომარეობა არის კრიტიკული, აქვს წონის დრამატული კლება და დამძიმებული ნევროლოგიური სტატუსი. მოსმენილი მძიმე შეფასებების შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველი სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართავს და ამ საქმეზე საკუთარ პოზიციას ოფიციალურად წარუდგენს. ჩემი ვოლებეზიდან დღემდეც მნიშვნელოვნად შეცვლილია მე როცა ვაფასებდი მას ერთ-ერთი შკალა არის მოკა შკალით მაშინ 25 ქულაზე მეტი იყო ახლა ძალიან დაბალი ქულით შეფასდა ეს კოგნიტიურ გავარესებას ანუ მენტალური ფუნქციების აზროვნების ფუნქციების მნიშვნელოვან გავარესებას შეიძლება არ გამოჩნდეს ტომოგრამაზე დაზიანება იმიტომ რომ მეტაბოლური ენცეფალოპათია შეიძლება ტვინის უშუალოდ არ გამოიხატოს მაგნიტურეზონანსულ ტომოგრამაზე ასეთი დაზიანების კერები თუმცა იქ რაღაც პატარა კერები არის მეტად 73 და 6 ავწონეთ წუთში ჩვენ და კლება ძალიან სერიოზულია და ეს შეიძლება ცალსახად მძიმედ შეფასდეს კახექსია და წონაში მნიშვნელოვანი კლება სიცოცხლისთვის საშიშია ძალიან საშიშია ერთ-ერთი ავტორიტეტული და კარგი კლინიკაა ჩვენი კოლეგები ყველაფერს აკეთებენ მაგრამ ფაქტები მეტყველებს იმაზე რომ მიუხედავად ამისა პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში ვარესდება სისუსტეა გამოხატული და მდგომარეობა მძიმეა 73.6 კილოგრამი იყო მისი სიმაღლისთვის საკმაოდ დაბალი წონა არის ეს და რეკომენდაცია ხა ჩვენ ისინი რეკომენდაცია შეგვიძლია
გადავეცვეთ გარდა იმისა, რომ წავიდეს ისე დაწესებულებაში, სადაც წონის კლება შეჩერდება. სისუსტე გამოხატული ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატული სისტემები, შენელებული მეხსიერება, მეტყველება, მნიშვნელოვანი თავბრუსხვევა, ფეხზე ადგომისას წნევა უვარდება, კოორდინაციის მოშლა. ამჟამინდელი მდგომარეობა არის ფაქტიურად უახლოვდება ძალიან მძიმე მდგომარეობას. წამოდგომისას არის მნიშვნელოვანი ვარდნა წნევის და გამოხატული თავბრუსხვევა და სისუსტე, რაც მიუთითებს სწორედ იმას, რომ ეს პოლინეიროპათია, რაც არის მისი ერთ-ერთი დიაგნოზი, არის თქვათ იმ მხრივად გამოხატული, რომელიც მოქმედებს არტერიული წნევის რეგულაციას და ამიტომ წამოდგომისას მნიშვნელოვნად ვარდება წნევა. მე პაციენტი ბოლოს ნანახი მყავდა, ალბათ თებერვლის თვე იყო და ეხლა რომ ვნახე, საკმაოდ დიდი განსხვავება ვნახეთ, ჩემთვისაც იყო შემაშფოთებელი პაციენტის ესეთი ცვლილება, რადგან ძალიან აქვს დაკლებული. როცა პაციენტი ვერ იღებს საკვებს, ვერ იღებს ისეთ საკვებს, რომელიც ჰემოგლობინისთვის მნიშვნელოვანია, შესაბამისად ყოველთვის იქნება ეპიზოდები ჰემოგლობინის დავარდნისა. ეხლაც არის ეგეთი ეპიზოდი, საკმაოდ დაბალი არის, მაგრამ მე მგონი ბატონ მიხელის ყველაზე პატარა პრობლემა არის. დამძიმდა. სალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილის დამძიმდა. სალსახად დამძიმდა. როგორ და რატომ ხდება, რომ ევროპაში სურსათი გაცილებით უფრო იაფი ღირს, ვიდრე საქართველოში, ქვეყანაში, რომლის შემოსავლები გაცილებით დაბლაა, ვიდრე საშუალო ევროპული ქვეყნის სტატისტიკა აჩვენებს. ამ თემაზე უკვე რეკლამის შემდეგ ჩვენ ძალიან მალე რამდენიმე წუთში დავბრუნდებით.